დილამშვიდობის მოგესალმებით ყველას. დღეს ლოგინიდან წამოვხტარი არ ვიყავი და გიჟივით ტარზანივით გავარდი მაღაზიაში ესე შორტიკი, დაბლა ტაპოჩკა ჩუსტები, ზღვის ჩუსტები და ნასკები, ანუ შუა ვარკეთილში ესე დავწამტალებდი რომ ყავა მეყიდა. ლიბრეში იყო 3.50 თუ რაღაცა და ვიყიდე. აუ გუშინ რა კაი მაღაზიაში ვიყავი, იცით, აქ არის GG House-ი მე მგონი. ხო, GG House-ი. ჩემი სუსტი წერტილი. იმიტომ რომ გიждები საოჯახო ნივთებზე და საოჯახო მაღაზიებზე შესაბამისად. 3 სართული ქონია თან. პირველი სართული დიდად არ მომეწოდა და მე რო დავინახე რომ მეორე სართულიო და თან ჭურჭელიო ეხატა თუ ეწერა. გავგიждდი, გადავირიე. მეთქი ოღონ მესამე სართული აღარ მომივლია. ორი სართული მოვიარე და წამოვედი სახლში. ვიყიდე ეს ყავის მადუღარა ელექტრო, ნახეთ რა სიცოცხლეა. იმედი მაქვს რომ მარტო წყლის მოსადუღებელი არაა, იმიტომ რომ მე როგორც ვიცი ესეთში რკინისიც იყო, ოღონდ რკინისი უფრო ძვირიღირი და ესეთში ნალექიან ყავას ადუღებენ და ანუ თავიდან ავიღე ის ჩვეულებრივი რკინის მადუღარა რა გაზზე რო დგავდა რო ადუღებ. აი მაგალითად ელექტრო მადუღარაში ხო ძეს ვერ მოადუღებ და მაგაში ადუღებენ გაზის მადუღარაში, მაგრამ მე ეს ვნახე 13 ლარად ხალხო და მეთქი ძალიან საყვარლობაა თქო, ძალიან იაფია თქო და ვიყიდე ეს ფერებში იყო მწვანე ცარი. სადღაც ეხატა. მწვანე, თეთრი, ნაცრისფერი, შავი. ხო და შავი რატო ავიღე არ ვიცი. ანუ მწვანე უფრო საყვარლობა იყო რეალურად, მაგრამ არ ვიცი ამერია თუ რა მოხდა. აი მწვანე რატო ავიღე, მართლა აზრი არა ვარ. ეს ვიყიდე 13 ლარად, დანა ვიყიდე კიდე. ეს დანა 3.75-ად, მაგრად ჭრის ძალიან. ჭიქა ლარი და რაღაცა ღირდა. ლარი და 50 თუ რაღაცა და შედარებით პატარაა და ნალექიან ყავას ამაში დავლევ ხოლმე, ოღონდ ხა ბოლომდე არ გავავსებ კლად. და კიდე ვიყიდე ერთი წუთით მოვიტან. ეს არის სად არის სად წავიღე. პაწუკა საყვარლობა. აი ესეთი ჩვეულებრივი ქილა რა. ლარი და 85 ღირდა ჩვეულებრივი ქილა საყვარლობა და ყავას ჩავყრი ახლა ამაში. ძალიან საყვარლობა. უფრო დიდებიც იყო, მაგრამ ის ძალიან დიდი იყო და ძალიან დიდი არ მინდოდა მე. აუ რკინის კოვზიც არა მაქვს ხალხო, რომ ისა რკინის კოვზიც არა მაქვს, პატარა ჩაის კოვზი, რომ ყავას მოურიო. ანუ რა დღეში ვარ იცით? სახში ვერაფერს ვერ ვაგნებ, რა არის, რა არ არის, რა წამოიღეს, რა არ წამოიღეს იქეთა ძველი ბინიდან. რაღაცეები დატოვეს თურმე, ის რაღაცეები რო წამოიღო 200 ლარი უნდა მიცემე პატრონეს. არა და მე ისევ ქენი რომ 400 ლარი მიცემული მქონდა და პირველ რიცხვში რო წამოეღოთ ტანსაცმელები 200 ლარს ვეღარ მომთხოვდა, იმიტომ რომ 400 მიცემული მქონდა უკვე და ნახევარი თვე იყო პირველამდე. 15-ში ვიხდიდით ქირის ფულს და ანუ ნახევარ თვეში 300 ლარის ნაცვლად 400 ლარი მივეცი და პირველ რიცხვშივე რო წამოეღოთ ტანსაცმელები და რაღაცეები ყველაფერი ვეღარ მოგთხოვდა ფულს, მაგრამ ჯანდაბასი ხარ რომ ექნება ფული. წავალ მივცემ და რა ვიცი
როგორმე წამოვიღებ ყველაფერს. ჭურჭელი ყველაფერი დამიტოვეს, თეფშები, კოვზები, რავი, ჭიქები წამოუღიათ ცოტა რაღაცეები, ჩანგლები. სადრა ალაგია და სადრა დატოვეს და რა წამოიღეს ვეღარ გამიგია. ჯერ აქაც ვერ მოვეწყვე გემოზე. შორს რო ვდგავარ, ესე მგონია რომ ჩემი ხმა არ ისმის და ვყვირი ვარ. არა და მიკროფონი მიკეთია ამ დროს. ვიღაცა მირეკავს და მადროვეთ რა. ნალექიანი ყავა არ დამილევია. რამდენი ხანია. იქ იტალიაში ესპრესო რო იციან მოცუცქნული. ძლივს შევიყვარე ეგ ესპრესო და მერე იმას ვაკეთებდი, რა ქვია. ესე იგი 2 ჭიქა ჩადის ამაში. 500 მილილიტრი. ანუ ქართული ყავა წავიღე და დიდად ჩემები აღარ სვავდნენ ქართულ ყავას. იმიტომ რომ ძალიან გადაჩვეულები იყვნენ უკვე იტალიურ ყავაზე და მეთქი ეს ესპრესო მომაშორეთ თქო და იმას უფრო ვიკეთებდი ქართულ ყავას, ოღონდ იტალიურ ყავის მადუღარაში. ეხლა ვნახოთ ეს როგორი მადუღარაა. ესე იგი კოვზი არა, მაგ ერთჯერადი კოვზები იყო და სადარი ვერ გავიგე, ანუ თვალის ზომით ჩავყრე ყავას. ერთი უნდა დავლაგდე გემრიელად რა. 2 და ესეც 3. всё. აი მე ძალიან ბევრი ჩავყარე. ხო და ესეც დღეში ვარ რა. ჯერჯერობით ვერ დავლაგდით, მაგრამ ამ ფასად 400 ლარიანი ბინაა და ამ ფასად კიდე კარგი მდგომარეობაა. მაგრამ მე ვიყავი ავლაბარში 400 ლარს ვიხდიდი იქაც, მაგრამ მშვენიერი ბინა იყო. მოწყობილი, ახალი გარემონტებული, ერთი კარა დაიდგა, მაგრამ ახალი. აქ რო 20 დგას და ვერც ერთი ვერ გამოგადგება ვერაფერში, ისე კი არა. ძალიან მოკლე კაბელი აქვს ხალხო ამას. მე მგონი ეს თავისითაც თიშავს, ხო? მე მგონი ეს მადუღარა თავისით თიშავს. კაი, ტორტი გამოვიტანოთ მანამდე ჩვენ. უნდა დავჭრათ. აუ, რატო აგდებს ამას? ვიდეოს რო ვიღებ, საათს მიგდებს და მეშინია რომ ვიდეო არ გაითიშოს. არ ვიცი რის სიბრალია, მაგრამ კაი, ესე აქეთ დავდოთ ახლა კამერა და გამოვიტანს ტორტი. სამწელა ხმა აქ ამ მადუღარას. უგემრიელესი ტორტია. ძალიან გემრიელია, ჭამეთ გუში. მე ჩემმა ძმამ დეიდაშვილმა და აი ნახეთ, ნახევარიც არ გვიჭამია. ნახეთ რა სილამაზეა. აი ნახევარია და კიდე ერთი ნაჭერი რა.
აი როგორ გაჩვენეთ. აი ეს არის ნახევარი და კიდე ერთი ნაჭერი. კაი, ფის პედიგრი არ გიყრია შენ? არა. წამოჰა. ეს წუთი მოვალ ხალხო. მოდი. ესე იგი კატასტროფედიქს ვაჭმე, ვინდეს მე არ ვჭამ. კარგი. ვაიმე. მოვასწარი გათიშვა, მაგრამ ოდნავ მაინც გადმოვიდა რა, აი სულ ოდნავ. ცოტათი გადმომისწრო. ანუ არ გათიშა თავისით, უბრალოდ ჩამთვალ გამომთვალი კნოპკა აქვს. აუ სამსახურში მივდივარ უკვე. სახლში რო ვარ უცებ გადის დრო რა. აი ყველაფერს მოვასწრებ თქო და უკვე სამსახურში გავარბივარ. ხო ვერ დავჯექი რა. კაი. ცოტას მაგიდას მოვწევა ესე. ზემოთ აყრია ჟოლო და კენკრა და მოცვი. ერთი და იგივე არ არის? ამ კენკრა, მე მგონი კენკრა არა ვიცი. და შუაში მარწყვიც აქვს. ზემოდან რატო არა აქვს მარწყვი არ ვიცი. მაგრამ შუაში აქვს. კაი, მადუღარას წყალს გავავლებ რო არ ჩაახმეს. თეფშსაც ჭიქასაც მოვიტან ბარემ. და დავჯდები ბოლოს. თეფშები მაქვს ხალხო. ჩანგალიც მაქვს. მაგრამ ეხლა უბრალოდ ტორტის ჭამა უცებ მირჩევნია რომ ერთჯერადი თუ ჭამო და მერე გადავარდო. სამი ცალი თეფში ვიყიდა ისა. ლიბრეში იყო აქციაში ძალიან საყვარლად გამოიყურებოდა, მაგრამ ორჯერ სამჯერ გავრეცხე და ფერი გაუდის რა ის შავი ფერი რაცა გაკრასკული. ფერი გაუდის. ვაიმე ვერ დავჯექი რა, დავდივარ წინ და უკან. კაი. ვაიმე. თითი ვტიკე. ანუ ნახეთ შიგნით. გულსართ შეხედეთ რამდენი აქვს. და რა ფაფუკი ტორტია. კრემიც ბლომად აქვს, მაგრამ დიდად ანუ უფრო მეტი მოუხდებოდა თქო ვფიქრობ. იმიტომ რომ დიდად კრემის გემო არ იგრძნობა. მაგრამ უგემრიელესია მართლა. ოპლა. ძალიან გემრიელი ტორტია.
კაი ჩაცივებული. ძალიან გემრიელია და მოგმესი მადლობა კიდევ ერთხელ ნინის. აი ეს მოცვია თუ კენკრა დიდად არ მომეწონა. ანუ ტორტში კი ძალიან გემრიელია ერთიანობაში. კექსებსაც, პეროგებს ნამცხვარს უხდება. მაგრამ ზოგადად ცალკე არ მომეწონა. ვიცი რომ ძალიან კარგია ჯანმრთელობისთვის. ჩემმა ძმამ მოიტანა ერთხელ ზაფხულში ეს კენკრა თუ მოცვია რომელია რა ვიცი. და საერთოდ არ მომეწონა. საერთოდ რა, ანუ ზედმეტად რაღაცნაირი ძაფრი უცხო გემო აქვს რა, წამლის მაგვარი გემო. მაგიტომაც არის სასარგებლო. ძალიან გემრიელია. ჩემ ძმას დაბადების დღეზე რო უყიდე ტორტი. ტორტინის იყო. საერთოდ ვერ შეედრება იმას. იმიტომ რომ ის ძალიან სხვანაირი და ძალიან უბრალო იყო. ჯერ მარტო ეტყობოდა რომ დიდი ხნის გაკეთებული იყო ტორტი. დიდად ვერ მომეწონა. ჩემ ძმას მაგალითად მოეწონა, ეხა ეს რო ჭამა ის ტორტი გაახსენდა რა. ანუ იმას ჯობია თქო რო უთხარი, ისიც ძალიან მაგარი იყო. ისიც ძალიან მომეწონაოდა. ჩემი აზრით რა შედარება სადის სადეს. რაღაცნაირი უხეში კრემი ქონდა და თვითონ ფირფიტებიც ისეთი იყო რა. ესეთი ფაფუკი არ იყო. ორი საწყალი მარწყვიედო ზემოთ. ისიც გაურეცხავი და ესა ბუსუსები ეყარა ტორტს. მართლა არ ვაჭარბებ. ჩემ ძმას მაგალითად ჩემს მეტად უყვარს ტკბილები. მე დიდად ყიდულობ, მაგრამ იმდენად არ ვჭამ, ანუ მაღაზიაში რო შევალ რაღაც საყიდლად კაი აქციაში როა მაგალითად შოკოლადები ორ ნაბიჯში, რა ვიცი, უმეტესობა ტკბილეულებია, ორი ნაბიჯი ტკბილეულებით ასავსე სულ და
კაი აქციებიც აქვთ ხოლმე და ძირითადად ორნაბიჯი ვყიდულობ ხოლმე შოკოლადებს. ლიბრეში ვიყიდე ხა იმ დღეს სალაროსთან ელაგა და პროდუქციის გატარება რო დაიწყო მოლარე რო დავინახე ესა მაგფასად რო იყო მეთქი გავსინჯოთ თქო და წამოვიღე და ანუ ძველი ბავშვობის გემო გამახსენა ლარი და 50-იანმა შოკოლადმა იმდენად გემრიელი იყო მე მომეწონა ანუ კბილების მეჩხერული მდგომარეობა უსწორმასწორობა როგორც მე ახლა ვატყობ და ვამჩნევ ხელი შემიშალა საუბარში აი რაღაცნაირად რო ვლაპარაკობ ჩლიფინისკენ ვარ უკვე წასული ძალიან რაღაცნაირად ვლაპარაკობ უკვე და რეკეტები მესაჭიროება აუცილებლად ანუ მაღაზიაში სალაროსთან რო ვზივარ ხოლმე და ყოველთვის არის მსგავსი შემთხვევა რომ აი რო ვიტყვი 9 და 30 რამდენი მეკითხებიან ხელმეორეს 9 და 30 10 და 25 რამდენი 10 და 25 ანუ არ ვიცი რისი ბრალია მართლა ვერ იგებენ თუ მე რაც თქვი იმის ბრალია მე მგონი იმდენად მიშლის კბილები საუბარში ხელს რომ უკვე ჩემი აღარ ესმით არ ვიცი ვერ გეტყვით აუგუშინდელი დღე იყო ძალიან კარგი ესე იგი მაკდონალდში კაი ხანი ვიჯექით 1 საათნახევარი ალბათ მეტი თუ არა მაკდონალდში ნუ ხმაური იყო მაგრამ მაკდონალდში ვისაუბრეთ ძალიან ბევრი თან ჭამდით თან საუბრობდით მე მაკდონალდიდან წავედით პარკში კიკვიცეში და აი ესე ვზივართ სკამზე გვერდ სიგრილეში და საუბრობთ მიუბრუნდი ნინის და აი ესეთი ვარ აუ რაღაცნაირად ძალიან დამამშვიდა შენმა საუბარმა თქო რა ანუ მართლა ისეთ სიმშვიდე ვიგრძენი რომ მიუბრუნდი და აუ რაღაცნაირად ძალიან დამშვიდდი თქო ეხლა ისე დადებითად იმოქმედა ამ ყველაფერმა თქო საუბარმა ბუნებაში გასვლამ რაღაცამ ძალიან სასიამოვნო იყო თქო ვეუბნები და რა კარგიაო ძალიან გამიხარდაო მართლა ანუ მე რო გადაღლილი ვარ ვერაფერზე ვერ ვფიქრობ აი ბუნებაში რო გავედი მაგალითად გუშინ და თან ნინის საუბარმაც ძალიან დიდი ის გამოიწვია დადებითი განწყობა შემოიტანა ესე ვთქვათ ჩემში და ისევ გაიღვიძა იმ მომავლის იმედმა რა მომავალზე ფიქრმა ოცნებებზე მისაღწევ გზაზე ფიქრმა მოკლედ ხო ხვდებით რასაც ვამბობ ანუ დაღლილი რო ვარ ვერ ვფიქრობ მაგალითად და როცა არ ვარ ძალიან დაღლილი სულ იმაზე ვფიქრობ რომ აი რა მინდა რეალურად ცხოვრებაში და ყველაზე მეტად რასაც მივხვდი ის მინდა რომ მქონდეს საკუთარი კაფე თუნდაც პატარა ძალიან ცუცქნა საწყის ეტაპზე ოღონდ უბრალო საყვარელი საყვარლად გაფორმებული აი მე თვითონ რო ვიფუსფუსებ რა და მერე ხა ჯერ უნდა დაიწყო მთავარია რომ დაიწყო და თუ მართლა გულით გინდა აუცილებლად გამოგივა მე მაგალითად ძალიან მინდა ყველაზე მეტად ეგ მინდა აი სულ იმაზე ვფიქრობ რომ ცხოვრების განმავლობაში რამდენი ოცნებები გვაქვს ადამიანებს
რაც ძალიან გვინდა და რამდენად რთულია რომ ის ყველა ოცნება აიხდინო იმის ფონზე რომ ძალიან ბევრი რაღაც გჭირდება ადამიანს რა ვიცი გააჩნია ადამიანს გააჩნია სიტუაციას მაგრამ ელემენტარული ჩაცმა გინდა ჭამასმა რაღაცა ხანდახან გაერთობი სადმე გახვალ რამე შეჭამ რავი ქირას გადაიხდი სწავლის ფულს გადაიხდი ანუ რამდენი რამე გინდა ადამიანს და რა სამწუხაროა რომ საქართველოში რთულია ადამიანმა ყველა თუ არა ანუ ძალიან რთულია რა იმ ყველაფერს მიაღწიოს ადამიანმა რაც გულით უნდა მაგრამ იმოცნებას ღმერთი გულში არ ჩაგიდებდა ისი ახდენაც ანუ როგორ იყო ერთ წუთი იმოცნებას ღმერთი გულში არ ჩაგიდებდა რაც არ აგიხდება ასე რომ რა ვიცი ყველაზე დიდი ოცნება რაც არის ეგ საკუთარი ხელით რო შევქმნი რა თქმა უნდა სხვების დახმარებით მაგრამ საკუთარი ხელი ანუ ყველაფერი ჩემზე რო იქნება რა ყველა გადაწყვეტილება თუნდაც ბიზნესის მართვა დასაწყისში გადაწყვეტილებაში გულისხმობ იმას რომ მოწყობას რა ანუ ბიზნესის ყველაფერი რო შეხელში იქნება როგორი გინდა იყოს როგორ უნდა გამოიყურებოდეს ანუ ყველაფერს ნელ-ნელა ნაბიჯ საკუთარი ხელებით რო შექმნი ანუ მინდა რომ უბრალოდ მომეცეს მაგის შესაძლებლობა და სულ რომ არ გამოვიდეს და სულ რომ ბიზნესი ხა ისეთი რაღაცაა რომ ჩავარდნები სულ იქნება კარგი მუშაობაც რაღაც პერიოდში იქნება ჩავარდნებიც იქნება ზარალიც ეგ რა თქმა უნდა ვიცი და გააზრებული მაქვს მაგრამ მე ვგულისხმობ იმას სულ რომ არ გამომივიდეს და ეგრე არ იქნება დიდი იმედი მაქვს ანუ თავარია რომ ცადო ესე ვთქვათ და გულდაწყვეტილი არ ვიყო რა ანუ ჯობს ყოველთვის ცადოთ ის რაც ძალიან გინდათ და არ გამოგივიდეთ ვიდრე არ ცადოთ და რაღაც პერიოდის მერე ინანოთ რომ ეს როგორ არ გავაკეთე რა ანუ რო გააკეთებ გეცოდინება რა როგორ იქნება და რო არ გააკეთებ მიფიქრებ ანუ რო გამეკეთებინა რა მოხდებოდაო და გულის წყვეტა გექნებათ ყოველთვის ასე რომ ეცადეთ რომ რაც გულით გინდათ აუცილებლად ყოველთვის გააკეთოთ არ უსმინოთ არავის და არაფერს იმიტომ რომ ყოველთვის ცხოვრებაში რაც არ უნდა კარგი ადამიანი იყოთ და რაც არ უნდა სიკეთეები და კარგი საქმეები აკეთოთ ყოველთვის ერთი ადამიანი მაინც გამოჩნდება ისეთი ვისაც რაღაც არ მოეწონება შენში ასე რომ იმ ადამიანებს თუ უსმინეთ ვისაც რაღაც არ მოწონს შენში ეგრე ვერ იქნები წარმატებული იმიტომ რომ ყოველთვის ისე იქნები აი მე თუ ეხლა ისე ვიცხოვრე როგორც ვთქვათ ხალხი ცხოვრობს სიტყვაზე და მე თუ იმაზე ვიფიქრე რომ აუ ეს ამას თუ მოეწონება და ეგ არ გამოვა ეგრე რა თავარია შენ მოგწონდეს თავარია შენ გინდოდეს გააკეთე ის რაც შენ გინდა რაც შენ მოგწონს და არ უსმინო არასდროს სხვას იმიტომ რომ რა ვიცი რაც უფრო მეტად წარმატებული ხდები ადამიანი პირიქით მით უფრო მეტი შურიანი და ბოღმიანი ხალხი გამოჩნდება ხოლმე ცხოვრებაში ეგ ეგრეა ეხლა რომლებიც ცდილობენ რომ ჩაგმარხონ რაღაცნაირად მაგრამ არ აყვეთ არასდროს არავის
ეგ არის ყველაზე მთავარი. შენ თუ ისე იცხოვრე, რომ თქვა თუ ვიღაცას მოეწონება თუ ვიღაცას არ მოეწონება, ვერ იქნები რა, ბედნიერი ვერ იქნები პირველ რიგში და დამოუკიდებელი პიროვნება ვერ იქნები. სულ თუ იმაზე იფიქრე, რომ რავი, ნაბიჯს რო გადადგავ და იმაზე რო ფიქრო, ბაბა ვის მოეწონება და ვის არა. საერთოდ არავის არ უსმინოთ. ეხლა ვფიქრობ კიდევ ჭამო თუ არა ტორტი თქვა, მაგრამ აი ერთ ნაჭერს კიდე შევჭამ. ეხლა რა გამახსენდა იცით? გუშინ ერთადერთი ვიდეო გადავიღე ნინისთან ყოფნის პერიოდში, მე ზოგადად არ მიყვარს ქუჩაში და ხალხმრავალ სივრცეებში ვიდეოების გადაღება. ეხლა იტალიაში ტურისტულ ადგილას კი გადავიღე ვიდეოები, მაგრამ საქართველოში ხა ხალხმრავალ ადგილას და ქუჩაში ვერ ვიღებ ვიდეოებს. და მარტო ეგეც არ არის რა, საერთოდ არ მიფიქრია ვიდეოს გადაღებაზე, მინდოდა რომ დავმტკბარიყავი უბრალოდ, მე სიამოვნა ნინისთან ერთად ყოფნით, საუბრით და მაგ ყველაფრით რა. ხო და ერთი ვიდეო გადავიღე მაკდონალდში. ესე იგი ხომ მოგვიტანეს მენიუ და ანუ ჩვენ გვახსოვს რომ ყველაფერი ერთნაირად შევუკვეთეთ რა. ხო და ნინის ვეკითხები რომ ეს დესერტი მოვიდა სხვადასხვა, ჩემი იყო მარწყვის და ნინის იყო კლასიკური და მეთქი ეს შენც მარწყვის არ შევუკვეთეთ თქო, ერთნაირად არ შევუკვეთეთ თქო და ყავებიც მე მგონი ერთნაირად შევუკვეთეთ თქო. არ მახსოვსო და ჩაიხედა ჩეკში და დაეძებს ჩეკში. ვინ რა შეუკვეთა და მაგ დროს ვიღებ მე ვიდეოს. და ეგ ვიდეოს საღამოს რომ მოვედი სახში, დავდე Facebook-ზე, Store-ზე და ხმოვანს მიგზავნის რომ სასაყვარლობა ვიდეოაო, მაგრამ ჩეკში რო ვიხედებიო, ვიღაცას ეგონებაო, რამდენი ლარისაა, იმას დავეძებო. ანუ რა სისულელეა. მაგრამ ძალიან საყვარლობა ვიდეო იყო, მაგრამ ეხლა აქ ჩავსვა მაგ ვიდეოს. სიმღერები თუ არ ისმის. სიმღერები თუ ისმის კიდე ისე ჩავსვა. ან საერთოდ არ ჩავსვა. აი რატო ვზივარ ესე, როცა შემიძლია ვიჯდეს. ამდენი წუთია ვიდეოს ვიწერ, ვაიმე. ნახევარ საათზე მეტია ვიდეოს ვიწერ ხალხო. აი ახლა მე რო ჩავიცმევ, მე რო სახლიდან გავალ, 1 საათი გზაში მჭირდება. სამსახურშიც დავაგვიანებ. გემრიელად კი გამოვიძინე. ვისიამოვნე მართლა გუშინდელი დღითაც და დღევანდელი დღითაც იქედან მოსული დავისვენე. იმიტომ რომ ძალიან სიცხე იყო და წარმოიდგინეთ დიდუბიდან წამოვედი. ვარკეთილში. საშინელი სიცხე იყო. ავტობუსშიც კი სადაც გაგრილება იყო ჩართული, იქაც ცხელოდა. მე ესეთ სიცხეს რა ვიცი არ შევუწუხები ვარ ამ ზაფხულს საერთოდ. მოვედი დავისვენე. მერე წავედი გავაკითხე ჩემ ძმას სამსახურს რომ მორჩნენ. ლუდი დავლიეთ.
მე სახში ამოვედი და ტორტი გავჭერით ვჭამეთ. მე ჩემმა ძმამ შაურმაო და მიუხედავად იმისა, რომ დიდათ არ მინდოდა შაურმა გამოვიძახეთ. ანუ გუშინდელი დღე იყო ძალიან ზედმეტობა. ცუდად ვიყავი, ანუ მე არ შემიძლია ბევრი ჭამა. ვჭამ ცოტას და ვჭამ ხშირად. ხოდა გუშინ იმდენი ვჭამე. ჯერ ხომ მაკდონალდში ვიჯექით ვჭამეთ. მერე ტორტი ვჭამე. მერე შაურმა 12 ლარიანი გამოვიძახე და ნახევარი დავტოვე, ნახევარზე ცოტა ნაკლები. იმიტომ რომ ვერ მოვერიე, ცუდად ვიყავი, თან ცხელო და ჰაერი არ მყოფნი და შაურმა რო ვჭამე. თან ისეთი ცხარე იყო, რომ პირიდან ცეცხლი გამდიოდა. ეს ერთიანად ესეთი მძიმე საჭმელების მიყრა არ შემიძლია რა. ჩემთვის მძიმე საჭმელია ეხა შაურმაც და ტორტიც. მაგრამ ტორტი ბევრი არ მიჭამია გუშინ. მაგრამ წინა დღეს გუშინ წინ ის ვჭამე. რა ქვია მაგას? სახელს ვერ ვიხსენებ ვერაზროს. არა და ჩემს მას ვეძახი მაგას ზედმეტ სახელად. ანუ რა ქვია? კაი შეიძლება გამახსენდეს. სამსახურში ვარ მოკლედ და წერს რომ რაღაცა სახელს მწერს გამოვიძახოთო. ეგ რა ჯანდაბა თქოს წერა და პრაიმ ჰაუსიდან მაინც არიციო. ზოგადად პრაიმ ჰაუსში ყველანაირი სისულელეს არეკლამებენ. ხოდა მოვედი და გამოიძახა, მოიტანეს ჯერ ხვალესილი იყო. ანუ მოიტანეს 3 ცალში გადაიხადა 100 ლარი. მეთქი შვილო, შენ კარგად თუ ხარ. ანუ პირველი თვის ხელფასი აიღო და 100 ლარი მარტო ერთ ჭამაზე დახარჯა რა. ანუ მეთქი საჭმელს მეც არ ვიკლებ და არც გართობას ვიკლებ და არც არაფერს თქო, მაგრამ როგორღაც მიუბობღავ თვიდან თვემდე თქო ისე რომ ყოფნის თქო რა, ოღონდ მიუბობღავ თქო, მიუხოხავ თქო. გამოიძახა და მოიტანეს რა არის იცით, ცოტა სქელ ლავაშში, მრგვალ ლავაშში არის შემწვარი ხორცი, წითელი სალათის ფოთოლის წნილია რაღაცა соусთან ერთად. მერე არის ფრიკარტოფილი, ყველის соуსი და არის დამატებითი соуსი, ნიორი, არაჟანი და კიტრის წნილი გახეხილი. მინიმ როგორც მითხრა, ეგ არისო ეგ соуსიო და ძალიან ძაფრი соуსი იყო რა. დაიწყო ჩემმა ძმამ ჭამა. 2 ლუკმა შეჭამა და ეხა კულტურულად ვისაუბრებ კიდე. 2 ლუკმა შეჭამა და ეს რა საშინელებაო და წუწუნით გააგრძელა ჭამა და ნახევარზე არ ჩასულა, გადადო. და ეს რამ გამომაძახებია და ეს რა არის და ანუ ძალიან უკმაყოფილო დარჩა რა. მე ბოლომდე ვჭამე. კი ეხა დიდად გადამრიე არ იყო, მაგრამ სულ იმას უჩიჩინებდი ჩემს ძმას, რომ მეთქი რა გინდა ქლათ ეგეთი ცუდიც არ არის და კარგია და მშვენიერია და ზედმეტად ის იყო რა, რაღაცნაირად ის соуსი ქონდა. ის соуსი შიგნითაც ქონდა.
ანუ ნიურის არაჟნის და კიტრის соуსი. შიგნითაც ხო ქონდა ბლომად, ცალკეც ხო მოყვა. და ეს გემოები ერთმანეთში არეული რო იყო, ზედმეტად რაღაცნაირად მჟავე იყო რა. ზედმეტად მომჟავო გემოები იყო და ეგ არ მოეწონა და მე მაგალითად ეგეთი ისენი შერეული გემოები და მომჟავო გემოები მიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ ნიური დიდად არ მიყვარს და ძალიან ნიურის გემო ქონდა, ეხლა დიდად სასწაულად მომეწონა თქო ვერ გეტყვით, მაგრამ როგორც ესეთი ჩემმა ძმამ ისეთები თქვა, ანუ 1-3 თვე რა, 1-3 დღე ამის გემოს რა მომიყვანს პირიდან ოიძახის. მერე ის соуსი 2 ცალი გამოიძახა და 5 ცალი მოვიდა და მათი ვარ შელაგება რო დავიწყე, მოაშორეო აქედან მაგას რო დავინახავო, ეგ მახსენდებაო. ძაძიკი გამახსენდა. ძაძიკი გამოიძახა და ძაძიკას ვეძახი ზედმეტ სახელად, ოღონდ ვერ ვიხსენებ ხოლმე მაგის სახელს. ხო და რა ვიცი, მოკლედ ნახევარი დატოვა და კიდე იძახდა, აუ შაურმა გამოვიძახოთო. 100 ლარი გადაიხადა ხალხო. ანუ შაურმებიც არ ჭდება ეხა ნაკლები, მაგრამ 3 ცალი შაურმა რო გამოიძახო 100 ლარი არ ჭდება. გუშინ მაგალითად გამოვიძახე 3 შაურმა, 2 14-იანი ჩემი ძმისთვის და დეიდაშვილისთვის და 1 12-იანი ჩემთვის. გამოვიძახე 3 შაურმა, 2 ყველის соуსი გამოვიძახე, 1 წიწაკა. დაჯდა 44 ლარი. ხო და ის ძაძიკი დაჯდა 100 ლარი. და ნახევარი არ უჭამიათ. მეთქი დღეის იქეთ ძაძიკა ხარ თქო. იმის მერე ვეძახი ძაძიკას. ოღონდ სახელს ვერ ვიხსენებ ხოლმე. ყავა გავაციე, ტორტი ვერ ვჭამე. გაბერილი ვარ, აღარ შემიძლია ამდენი ჭამა. ანუ მართლა სამსახურში ბევრშჭამ ხოლმე და მით უმეტეს ხანდახან მაქვს ისეთი უაზრო დღეები, როცა ვერაფერს ვერ ვაკეთებ და მარტო ჭამაზე ვარ რა. ეხლა ძალიან ცუდად ვარ. მოკლედ წავედი, გავიქეცი მართლა სამსახურში და რა ვიცი რა, ესე სულ გადარბენებზე ვარ, ხო იცით. ერთი ვიდეო დამჩაიმისი იტალიაში გადაღებული 100 ტვირთი და მაგისთვისაც მოვიცლი აუცილებლად, რომ დავამონტაჟო და ავტვირთო, ოღონდ ამ სახლში წესიურად არ იჭერს ინტერნეტი, დავიტანჯეთ რა. ანუ ამ ოთახში იჭერს. ამ ოთახში რაღაც კუთხეებში მაინც არ იჭერს. იქეთ გვერდითა ოთახში რო გახვალ, საერთოდ არ იჭერს ინტერნეტი. ანუ აქ მჯდომი თუ გაგიზიარებს ინტერნეტს, შენ გექნება, იმიტომ რომ აქ იჭერს. ხო და ისე საკუთარი ტელეფონით ვერ დაიჭერ იქ. ანუ კამერა ხომ აქ ჩართული. შავდება ეკრანი და დროს აწერს. 44020304 და იმაზე ვნერვიულობ, რომ ვიდეოს რო არ იწერდეს თქო სამშაბათი, ანუ დროს აწერს, თარიღს, დღეს და ელემენტის პროცენტულ რაოდენობას. არ ვიცი რატო შავდება ესე წარამარა ეკრანი, მაგრამ იმედია რომ რო შავდება მაგ პერიოდშიც იწერს ვიდეოს. იმედია. ხო და ნერვიულობ მაგაზე, რომ აი რო არ იწერდეს ვიდეოს, არ წავიდე თქო და ეგრევე თითი მიმაქთავ თიშა. აბა დროებით ხალხო, უღრმესი მადლობა ამდენი მოლოცვებისთვის. ძალიან კარგად ჩაიარა მართლა გუშინდელმა დღემ. უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ მინის პატივისცემისთვის. მაგრამ ამდენი არ იყო მართლა საჭირო. ძალიან ზედმეტი იყო. მე ვარ ზოგადად ძალიან უბრალო ადამიანი რა.
რეალურად მე ვიცი რომ მიხვდა იმას რის გამო მინდოდა მასთან შეხვედრა ეს სიამოვნა ჩემი ეს ინიციატივა მის მიმართ გამოჩენილი და მაგიტო გადაწყვიტა რა პატივი ეცა მაგრამ ჩემთვის უკვე ცოტა ზედმეტად ის არის რა ქვია შემაწუხებელი ფაქტია ეს რომ ვთხოვე ჩემს დაბადების დღეზე გამოსვლა გასეირნება ჯერ ხომ მოიცალა დრო გამონახა ჩემთვის და მე კიდევ ესე ძალიან დაიხარჯა ზედმეტად რაც არ იყო ნამდვილად საჭირო თუმცა რადგანაც გინდოდა რა თქმა უნდა უარი ვერ გითხარი თან მორცხვი რო არ ეგეც იცი და უღრმესი მადლობა მოკლედ აი ესე ტკბილად დაგვიბერდი 1000 წლის შემდეგ ისე ვლოგებში ოღონდ ანუ მოხუცი რო იქნები და შვილები შვილთა შვილები რო გეყოლება და იქ ანუ როგორ შვილთა შვილებთან ერთად რო გადაიღებ ხოლმე ვლოგებს ანუ მოხუცობაშიც კამერით რა კამერით ყოფილიყავი და ჩვენთან ერთად მოკლედ აბა წავედი ხალხო გავიქეცი მიურბი ვარ და ვერ წავედი აბა თქვენიცით აბა დროებით მშვიდობიან დღეს მშვიდობიან ღამეს გისურვებთ ყველას უღრმესი მადლობა დაბადების დღის მოლოცვისთვის ყველას წარმატებული დღე გქონდეთ